საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. გაკვეთილის თემაა მსოფლიო მიზიდულობის კანონი. ჩვენ უკვე ვიცით წინა გაკვეთილებიდან, რომ ბუნებაში არსებობს სხვადასხვა სახის ურთიერთქმედება. არსებობს ასევე გრავიტაციული ურთიერთქმედება. ახლა უფრო დაწვრილებით შევეხოთ ამ ურთიერთქმედების არსს, როგორი სახის ურთიერთქმედება ის, რაოდენობრივად როგორ აღიწერება, როგორ აღმოაჩინეს და ასე შემდეგ. უხსოვარი დროიდან ადამიანები აკვირდებოდნენ ბუნებაში მიმდინარე მოვლენებს, პროცესებს და ცდილობდნენ აეხსნათ იგი. ასეთი მოვლენები უამრავი იყო. ნაწილის ახსნა ხერხდებოდა, ნაწილის ახსნა ჭირდა და მოგვიანებით ხდებოდა მათი ახსნა. ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნის წინ იტალიელი მეცნიერი გალილეო გალილეი ატარებდა ასეთ ცდებს. ცნობილი პიზის კოშკიდან იგი ისვრიდა უშვებდა სხვადასხვა ზომის ბურთულებს, ლითონის ბურთულებს, რომლებიც დედამიწის ზედაპირზე ეცემოდნენ. აკვირდებოდა მათ მოძრაობას და ნახა, რომ აღმოაჩინა, რომ სხვადასხვა ზომის და მასის ბურთულები მსგავსად მოძრაობდნენ, ერთნაირად მოძრაობდნენ, ერთნაირად ვარდებოდნენ. მან ვერ შეძლო ამ მოძრაობის არსის ზუსტი ახსნა. ასევე აკვირდებოდნენ ადამიანები, მაგალითად ციური სხეულების მოძრაობას, პლანეტების მოძრაობას და ცდილობდნენ აეხსნათ ის თუ რა არის ამის მიზეზი, რომ პლანეტები მოძრაობენ ასე და არა სხვანაირად. პირველი, ვინც შეძლო აი ამ მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება და მათი მოძრაობის მიზეზების ზუსტი ახსნა, იყო დიდი ინგლისელი მეცნიერი ისააკ ნიუტონი. მან პირველმა ივარაუდა, რომ მაგალითად გალილეის ცდების დროს სხეულების მოძრაობის მიზეზი და თქვათ ციური პლანეტების სხეულების მოძრაობის მიზეზი ერთი და იგივე იყო, არსი ერთი და იგივე იყო. მან ივარაუდა, რომ სხეულებს შორის ბუნებაში არსებულ ნებისმიერ სხეულებს შორის არსებობს მიზიდულობა, გრავიტაციული ურთიერთქმედება. და ამ ურთიერთქმედების შედეგი არის ის, რომ მაგალითად გალილეოს ცდებში ბურთულები ეცემოდნენ დედამიწის ზედაპირზე, მსგავსად მოძრაობდნენ. ასევე ამის მიზეზი არის ის, რომ დედამიწის ირგვლივ მოძრაობს მთვარე გარკვეულ ორბიტაზე. ნიუტონი მსჯელობით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს მოძრაობა ერთი და იგივე მიზეზით არის გამოწვეული. ის ფიქრობდა მაგალითად დედამიწის ზედაპირზე რაღაცა სიმაღლიდან, თქვათ მთიდან ქვა რომ გავისროლოთ ჰორიზონტალურად, ეს ქვა დაეცემა დედამიწაზე. უფრო დიდი ძალით რომ ვისროლოთ, ეს ქვა უფრო შორს დაეცემა დედამიწაზე. ჰაერის წინააღმდეგობის ძალა რო არ ყოფილიყო, შეიძლება ისეთი ძალით გვესროლა ქვა, რომ საერთოდ დედამიწის ირგვლივ წრეწირზე დაეწყო მოძრაობა. ანუ ციური პლანეტების მსგავსად, თქვათ მთვარის მსგავსად დაეწყო დედამიწის ირგვლივ მოძრაობა. ამრიგად მან დააკავშირა დედამიწაზე ვარდნილი სხეულის მოძრაობა ციური სხეულების მოძრაობას და მათ ერთი ახსნა მოუძებნა. ამ ახსნის მიზეზი საფუძველი არის მსოფლიო მიზიდულობა, ანუ გრავიტაციული ურთიერთქმედება. ანუ ნიუტონმა ივარაუდა და დაამტკიცა კიდეც, რომ ბუნებაში არსებობს გრავიტაციული ურთიერთქმედება. ნებისმიერი მასის სხეულებს შორის არსებობს მიზიდულობა, რომელიც აღმოჩნდა, რომ დამოკიდებული არის ამ სხეულების მასებზე. ეს მიზიდულობის ძალა პირდაპირ პროპორციულია სხეულების მასების. ჩავწეროთ ეს ფორმულის სახით. F-ი პირდაპირ პროპორციულია ორი სხეულის მასების ნამრავლის, მსოფლიო მიზიდულობის ძალა, ანუ გრავიტაციული ურთიერთქმედება. ასევე ცდებით დადგინდა, რომ ეს ურთიერთქმედება უკუპროპორციულია მანძილის კვადრატის. მანძილში იგულისხმება ურთიერთქმედ სხეულებს შორის მანძილი, მათ ცენტრებს შორის მანძილი. საბოლოოდ ეს მსოფლიო მიზიდულობის კანონი ასეთი სახით ჩაწერეს. F-ი ტოლია G გამრავლებული M1 M2 R კვადრატზე. F-ი მსოფლიო მიზიდულობის ძალა, ტოლი არის რაღაც ჟ მუდმივა გამრავლებული მასების ნამრავლზე და შეფარდებული
r კვადრატზე, ანუ მანძილის კვადრატზე. აქედან კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს, რომ მსოფლიო მიზიდულობის ძალა დამოკიდებულია ურთიერთქმედის სხეულების მასებზე, ანუ რაც უფრო დიდი მასის არის სხეულები, მით უფრო ძლიერად მიიზიდებიან ისინი და რაც უფრო ახლოს არიან ისინი, ასევე ეს მიზიდულობა მით უფრო ძლიერია. ანუ მანძილის გაზდით სხეულების დაშორებით ერთმანეთისაგან მსოფლიო მიზიდულობის ძალა მცირდება, სუსტდება, თან კვადრატულად, მანძილის კვადრატულად. მსოფლიო მიზიდულობის ფორმულაში ვხედავთ, რომ ზის აი ასეთი ჟი მუდმივა, რომლის დადგენაც ასევე ძალიან საინტერესო და საჭიროც იყო. მე-18 საუკუნის ბოლოს ინგლისელმა მეცნიერმა კავენდიშმა შეძლო აი ამ ჟ რიცხვის რაოდენობრივი ნიშნულობის დადგენა ექსპერიმენტულად და აღმოჩნდა, რომ ეს ჟ რიცხობრივად ტოლი ყოფილა 6.67 გამრავლებული 10 მინუს მე-11 ხარისხად ნიუტონ მეტр კვადრატი შეფარდებული კილოგრამ კვადრატზე. აი ეს არის აი ამ პროპორციულობის კოეფიციენტის რიცხვითი მნიშვნელობა. ჟ მას უწოდებენ გრავიტაციულ მუდმივას და რიცხობრივად იგი ტოლია 6.67 გამრავლებული 10 მინუს მე-11 ხარისხზე და მისი განზომილება ნიუტონ მეტр კვადრატი შეფარდებული კილოგრამ კვადრატზე. აქ თუ დავაკვირდებით, ძალიან კარგად ჩანს, რომ რა მცირე სიდიდი არის იგი 10 მინუს მე-11 ხარისხზე არის გამრავლებული. აი ამ კოეფიციენტის გამო არის, რომ მსოფლიო მიზიდულობის ძალა საკმაოდ სუსტი ძალაა და ესე ნაკლებად ვლინდება. ბუნებაში არსებული ნებისმიერი სხეული, იქნება ეს წიგნი, რა ვიცი, აგერ ცარცი და ნებისმიერი რაც ჩვენს ირგვლივ იმყოფება, ყველა ერთმანეთს მიიზიდავს. აი ამ ფორმულის საშუალებით, აი ამ ფორმულით გამოისახება ეს მიზიდულობა, მაგრამ იმის გამო, რომ ჟ რიცხვი არის ძალიან მცირე, ეს მიზიდულობა არ ვლინდება, მას ჩვენ თვალით ესე ადვილად ვერ ვხედავთ. ერთადერთი სიმძიმის ძალის შემთხვევაში ჩანს ეს მსოფლიო მიზიდულობის ძალა კარგად იმის გამო, რომ დედამიწის მასა საკმაოდ დიდია, ძალიან დიდი არის და მისი ჩასმის შემთხვევაში აქ, როდესაც ერთ-ერთი ურთიერთქმედი ძალა არის დედამიწა, ეს მსოფლიო მიზიდულობის ძალა გარკვეულ ისეთ სიდიდეს აღწევს, რომლის შემჩნევაც უკვე შესაძლებელი ხდება. მაგალითად, ამ ცარცს თუ ხელს გაუშვებთ, იგი დაეცემა დედამიწაზე. იმის გამო, რომ დედამიწა თავისი დიდი მასის შედეგად ამ მსოფლიო მიზიდულობას უკვე რეალურ რიცხვებამდე აწევს და ამ მიზიდულობის ძალას ჩვენ უკვე ვგრძნობთ. გავარკვიოთ რა არის აი ამ ჟ მუდმივას არსი. ჩვენ აი აქ მსოფლიო მიზიდულობის ძალაში თუ ჩავსვამთ, ავიღებთ მასებს, თითო კილოგრამი მასის სხეულებს და მათ მოვათავსებთ 1 მეტრ მანძილზე, აი ეს 1 კილოგრამი ორი სხეული რომ ავიღოთ და ისინი 1 მეტრით დავაშოროთ, მათ შორის მანძილი იყოს 1 მეტრი. 1 კილოგრამი, 1 კილოგრამი, 1 მეტრი კვადრატში ისევ ერთი არის, რომ ჩავსვათ აქ, აღმოჩნდება, რომ F რიცხობრივად ტოლი იქნება ჟ-ი. ანუ ჟ მუდმივა, მსოფლიოს გრავიტაციული მუდმივა 6.67 10 მინუს მე-11 ხარისხად რიცხობრივად ტოლია იმ ძალის, რა ძალითაც ურთიერთ მიიზიდება თითო კილოგრამი მასის სხეული, რომლებიც ერთმანეთისგან არიან დაშორებული 1 მეტრ მანძილზე. და კიდევ ერთხელ მივაქციოთ ყურადღებას, რომ ეს სიდიდი არის ძალიან მცირე, საკმაოდ მცირე არის. ანუ მსოფლიო მიზიდულობის ძალა საკმაოდ სუსტი ძალა არის თავისი არსით. მაგრამ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალა არის მსოფლიო მიზიდულობის ძალა და ჩვენ თუ დავაკვირდებით მცირე ზომის სხეულებისთვის, ის მცირე მასის სხეულებისთვის ის ნაკლებად ვლინდება, მაგრამ მციური სხეულების მოძრაობა მთლიანად დამოკიდებულია მსოფლიო მიზიდულობის კანონზე. ამ კანონის საშუალებითაა, რომ დედამიწის ირგვლივ მოძრაობს მთვარე, დედამიწა მთვარესთან ერთად მოძრაობს
მზის ირგვლივ და ასე შემდეგ. ანუ პლანეტების მოძრაობა მთლიანად მსოფლიო მიზიდულობის ძალით არის გამოწვეული. ამრიგად კიდევ ერთხელ მოკლედ შევხედოთ რა გავიარეთ, რაც ახსენით, ანუ მსოფლიო მიზიდულობის ძალა არის ძალა, რომლითაც ბუნებაში არსებული ნებისმიერი ორი სხეული ურთიერთმიზიდება და ეს მსოფლიო მიზიდულობის ძალა არის პირდაპირ პროპორციული სხეულის მასების ნამრავლის და უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის კვადრატის, ანუ მასის გაზდით მსოფლიო მიზიდულობის ძალა იზრდება, ხოლო მანძილის გაზდით, ანუ სხეულების ერთმანეთისაგან დაშორებით, მსოფლიო მიზიდულობის ძალა სუსტდება და დავადგინეთ ასევე მსოფლიო მიზიდულობის მუდმივას ნიშნულობა და არსი, ანუ ის არის რიცხობრივად ის ძალა, იმ ძალის ტოლია, რომლითაც ურთიერთმიზიდება თითო კილოგრამი მასის ორი სხეული, რომლებიც ერთმანეთისაგან 1 მეტრ მანძილზე არიან დაშორებული. ამით გაკვეთილის თემა ამოწურულია, გმადლობთ ყურადღებისათვის.